ეგვიპტური მკვდართა წიგნი, რომელიც მაგიური ქმედებებისა და მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ამბების კრებული იყო. ოსირისს მიცვალებულთა და მუმიფიცირების მფარველ უმაღლეს ღვთაებას დიდ ყურადღებას აქცევს. მკვდართა წიგნი არა ერთგვაროვანია. მასში ბევრი სხვადასხვა დროის ტექსტია გაერთიანებული. იგი გადმოგცემს თუ როგორ და რამდენ გზის იცვლება გარდაცვალების შემდგომ სული, როგორ ხვდება სხვადასხვა ღვთაებებს და იღებს განსხვავებულ გარეგნობას. ეგვიპტე იყო ქვეყანა, სადაც მიცვალებულებთან დაკავშირებული წარმოდგენები რელიგიის ბირთვს ქმნიდა. ადამიანის სიცოცხლე და სიკვდილი არსებობის გარდაუვალ ფაზებად იყო მიჩნეული. საერთოდაც, ადამიანის სიცოცხლე წრეზე ბრუნვად აღიქმებოდა. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ადამიანი 9 ნაწილისგან შედგებოდა: სხეული, ხეტ, სულიერი ინდივიდუალურობა, ადამიანის ორეული, კა, სამშვინველი, ბა, ჩრდილი, ხაი, ბიტ, სული, ახ, გული, იბ, სულიერი ენერგია, სეხემ, სახელი, რენ, სულიერი სხეული, სახ. ამათგან ორი, ბა და კა, ანუ ადამიანის ორეული და სამშვინველი, ფიზიკური გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ კვლავ უბრუნდება სააქაოს. კა ბრუნდება და ცხოვრობს საკუთარი მუმიის გვერდით, თავის სამარხში. სწორედ ამიტომაც ეგვიპტელები აკლდამებს კას სახლს უწოდებენ, ხოლო ბა პოულობს სხეულს, შედის მასში და აგრძელებს არსებობას. სწორედ ამ წარმოდგენამ განაპირობა ეგვიპტეში ადამიანის მუმიფიცირების სახით სხეულის შენახვა. ეს პროცესი არ იყო მარტივი, ამას მთელი ხელოვნება სჭირდებოდა, რაც ეგვიპტეში დროთა განმავლობაში მაღალ დონეზე განვითარდა. სამსჯავროს გამოსახულებებზე ღმერთი ოსირისი წარმოდგენილია როგორც ტახტზე მჯდომი მეფე გვირგვინით, მათრახითა და კვერთხით. აქვე გამოისახება სხვა ღვთაებებიც. გარდაცვლილი წარმოდგენილია ორი ღვთაების თანხლებით. ამ ციკლის მთავარი ნაწილია ასევე სასწორი, რომელზეც ღვთაება თოთი, თვარის და სიბრძნის მეუფე, ოსირისის ძე და გვამის მფარველი ღვთაება ანუბისი, მიცვალებულის გულს წონიან. გარდაცვლის გამართლების შემთხვევაში განსაცდელი არ მოელის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში საზარელი ცხოველი შთანთქავდა. მკვდართა წიგნი არის პაპირუსი, რომელშიც 200-მდე ცალკეული თავია. ისინი წარმოადგენენ მრავალ ფორმულას, ლოცვასა და შელოცვას, იმ ყოველგვარი დაბრკოლების გადასალახავად, რაც კი შეიძლება მიცვალებულს შეხვდეს გზაზე. სხვადასხვა სულისათვის აბსოლუტური ნეტარების მიღწევა იაილოს მინდვრებზე განსვენება. ეს ეგვიპტელთათვის სამოთხის ექვივალენტს წარმოადგენდა. მიცვალებული წარდგებოდა ოსირისის წინაშე. იქვე ანუბისიც იმყოფებოდა, რომელსაც ევალებოდა გამართლებული სულის იაილოს მინდვრებზე გადაყვანა.